საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარესი პირობებით სადმე შესვლას. საბჭოთა კავშირში არ იყო საქართველო იმ პირობით, რომ მას ჰქონდა რომელიმე სხვა რესპუბლიკაზე ნაკლები უფლება, ანუ რუსეთზე ნაკლები უფლება არ ჰქონიაო. ამ სიტყვების ავტორი გვეუბნება ამას ჩვენ, ანუ თვალში ნაცარს გვაღლის. ასეთ წევრობაზე, ევროკავშირში ასეთ წევრობაზე, რა თქმა უნდა ჩვენ განაცხადი არ განვიკეთებია, ხომ არ არის ეს შემთხვევით ბრიუსელის გასვლის ტაქტიკა გაფართოების პოლიტიკიდან, მე უკვე ერთგვარად რიტორიკულად swams კითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული შალვა პაპუაშვილი, რომელიც შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მართლაც ყოველ დილით ხსნის საკუთარ ხელში იღებს საკუთარ ტელეფონს, ხსნის WhatsApp შეტყობინებას და კითხულობს ინსტრუქციას რუსეთის ფედერაციის FSB-ს რომელიმე თანამშრომლისა, გამოგზავნილს უშუალოდ მისთვის, პირობითი გვარით ივანოვისა, რომელშიც გარკვეულზე მაღალი ალბათობით სწორედაც რომ ქართულად წერია, რომ შალვა, რუსულად ვიტყვით ქვეყნის ნებართვით, შალვა, сегодня ты должен сказать это. შალვა, დღეს შენ უნდა თქვა ეს. შალვა, сегодня в час дня ты должен выступить и ругать Евросоюз. შენ პირველ საათზე უნდა გამოხვიდე და გალანძღობ ორიგჯერზე ევროკავშირი მესამეწინააღმდეგოსაც წარმოვთქვა თქვენის ნებართვით შალვა сегодня вечером на телеканале Имеди или Рустави 2 имедзе თუ Рустави 2-ზე დღეს საღამოს ты должен сказать что Евросоюз это враг Грузии, რომ ევროკავშირი არის საქართველოს მტერი. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ვერ აიხსნება, ვერ ავხსნით, რატომ ლაპარაკობს ყოველდღიურად შალვა პაპუაშვილი იმას, რასაც ლაპარაკობს ევროკავშირზე კონკრეტულად ისე რატო ლაპარაკობს და ზოგადად დასავლეთზე რატო ლაპარაკობს. ეს განცხადება რეალურად არის ისტორიულად ძალიან პრობლემური, ეს კონკრეტული განცხადება და ყველა განცხადება შალვა პაპუაშვილისა და პრაქტიკულად თავდაყირა აყენებს საქართველოს მე-20 საუკუნის 20-21 საუკუნეების ან მე-19-21 საუკუნეების გამოცდილებას საქართველოს ისტორიას. საბჭოთა კავშირი არ ყოფილა ხაზგასმით უნდა ვთქვა თანასწორი სახელმწიფოების რესპუბლიკების ნებაყოფლობითი გაერთიანება ნებაყოფლობითი კლუბი, ის იყო იმპერია, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას სასაკვირველია იღებდა ყველა საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი და მხოლოდ მოსკოვი, ცენტრი და მხოლოდ ცენტრი 1920-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ საბჭოთა კავშირის შექმნის დღიდან 53-მდე, ანუ სტალინის გარდაცვალებამდე 53-დან, თუ გნება ვთქვათ ასე, ბრეჟნევის გარდაცვალებამდე 80-იანი წლების დასაწყისში, 80-იანი წლების დასაწყისიდან, თუნდაც გორბაჩოვის პერიოდში გორბაჩოვი და კრემლი და მოსკოვი იღებდა გადაწყვეტილებას ყველაფერთან დაკავშირებით, ყველა საბჭოთა რესპუბლიკის ბედთან თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუ ვინმე ამბობს, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში სხვა რესპუბლიკებზე ნაკლები უფლებებით არ იმყოფებოდა, არ სარგებლობდა, პასუხი მარტივია. პრობლემა ის კი არ იყო, რომ ვიცოდეთ მაინც, რომ საქართველოს სხვებზე ნაკლები უფლება ჰქონდა. ეს ხო ერთის მხრივ პრობლემაა, მაგრამ ერთ წამს არ მივაქციოთ ყურადღება. პრობლემა ის იყო მთავარი, რომ თავისუფლება, ანუ უფლების რეალიზაცია არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკას პრაქტიკულად არ ჰქონდა, არც ერთ მნიშვნელოვან საკითხში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, კარგად უნდა ვიცოდეთ, რა მოუტანა საბჭოთა კავშირმა საქართველოს პირველ ყოვლისა რასაკვირველი ეს არის 1921 წლის ოკუპაცია. საქართველო 18-დან 21 წლამდე არასრულ 3 წელიწადში, არასრულ 3 წელიწადი იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც განვითარების გზაზე იყო. შალვა პაპუაშვილს ამას აღარც გავახსენებთ, იმიტომ რომ ადამიანი როცა დაყრუვდება, მასთან ურთიერთობას პრინციპულად უნდა გავურბოდეთ, გააყუებას მაინც და მაინც აქ ყურნახსმენა ნაკლულობას არ გულისხმობ პირდაპირ მნიშვნელობით, პოლიტიკურ სიხროვეს გულისხმობ პირველ ყოვლისა. 21 წელს წითელი არმია შემოიჭრა და დაასრულა ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა. დაამხო კანონიერი ხელისუფლება წითელი არმიის მემკვიდრე არმიამ ქართველების გამოყენებით
90-იანი წლების დასაწყისში და სცადა კიდევ არაერთხელ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში გულისხმობ ახალ დამოუკიდებლობას მოპოვებულს 35 წლის წინ. ქვეყანა ძალით შეიყვანეს საბჭოთა კავშირში. ძალით იზულებით შეიყვანეს საბჭოთა კავშირში. აქედან გამომდინარე ვერ დარდება ევროკავშირი და საბჭოთა კავშირი ერთმანეთთან. იყო ტერორი და რეპრესიები, რასაკვირველია 21 წელი გასახსენებელია, აბახმელა, კოჯორი, თბილისის მისამოდგომები, ტერორი, საბჭოთა მე-11 არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები ქართული ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ უკვე შემდგომაც 22-ში, 23-ში, 24-ში განსაკუთრებით აჯანყება და შემდგომ პერიოდში 30-იანი წლები, 27-28, როგორ შეიძლება შეადარო ევროპული სივრცე საბჭოთა კავშირს, როდესაც საბჭოთა კავშირმა შენ გაგინადგურა შენი ინტელექტუალური ელიტა, შიცხში ჩაახშო შენი აჯანყებები, შენი ბრძოლა თავისუფლებისათვის. უკვე ამას უკვე შემდგომ 41 წელს მოხდა ჩვენი ახალგაზრდების გარეკვა ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში და ხო თავადვე ამბობს შალვა პაპუაშვილი არ მისი რომელიმე მომხრები ზინა ივანიშვილის მთებქვეშ მოქცეული, რომ აი ჩვენ უზარმაზარი მსხვერპლი გავიღეთ ეგრეთ წოდებულ მეორე მსოფლიო ომის, ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში, მეორე მსოფლიო ომის ნაწილში, ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში. 300,000 კაცი ახალგაზრდა დაგვეღუპაო. რუსეთმა რუსეთისთვის საბჭოთა კავშირი რომ ერქვა, რუსეთისთვის აომა ქართველები. ანუ არა საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ სწორედაც რომ რუსეთისთვის გენოფონდი ამოწყდაო, თუ რამეზე შეიძლება ითქვას რომელიმე ომზე, სწორედაც რომ მეორე მსოფლიო ომის ნაწილ დიდ სამამულო ომში ამოწყდა ქართველების დიდი ნაწილი გენოფონდი განადგურდა. ეროვნული ინტელიგენციის დაღუპვაზე კი არა დახვრეტაზე, მწერლებისა, სამხედროებისა, სასულიერო პირებისა, ეს ძალიან საინტერესო ამბავია. სასულიერო პირებსაც ხვრეტდა და ხვრეტდა შალვა პაპუაშვილი რომ მისტირის პრინციპში ის საბჭოთა კავშირი. ეკლესიის დევნა გაცილებით ადრე დაიწყო 1811 წელს გააუქმა რუსეთმა ჩვენი ავტოკეფალია, თუმცა უკვე ბოლშევიკების და კომუნისტების და საბჭოთა კავშირის დროს კიდევ დამატებით შეავიწრობა ჩვენი ეკლესია. უნდა გავიხსენოთ ცხადია 56 წელი და დახვრეტილი ახალგაზრდები და უნდა გავიხსენოთ ცხადია 78 წელი და ის პროტესტები, რომლებიც მოყვა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა აღარ ყოფილიყო ქართული ენა. ასაკვირველია, უნდა გავიხსენოთ 99 წელი და უნდა გავიხსენოთ საბჭოთა კავშირის ერთადერთი სამართალმემკვიდრის, ყველაფრის პატრონის, ბირთვული იარაღისაც, ალმასის, ფონდისაც და ასე შემდეგ, ყველაფრის პატრონი რუსეთის, ანუ საბჭოთა კავშირის მემკვიდრის პოლიტიკა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ 91 წლის 9 აპრილიდან. უნდა გავიხსენოთ რა დღეში გვამყოფებს ეს ბოლო 35 წელიწადია თუ ელცინის და უკვე შემდგომ პუტინის რუსეთი, როგორც აგვართვა დამატებით 2008 წელს და მანამდე კი 90-იან წლებში მან ტერიტორიები და აი ამ სივრცეს, ამ საბჭოთა კავშირს ადარებს სივრცეს, რომელსაც ჰქვია ევროპის კავშირი, რომელიც თანასწორუფლებიანი ქვეყნების გაერთიანებაა, თანასწორუფლებიანი ქვეყნებისა და ეკონომიკური კავშირების, კულტურული კავშირების, ძალიან ბევრი სერვისის მომწოდებელი იმ წევრებისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ევროკავშირი და საბჭოთა კავშირი ერთმანეთთან რომ არ დარდება, ეს გასაგებია, მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ აკეთებს ამას შალვა პაპუაშვილი, გარდა იმისა, რომ მიიღო ინსტრუქცია, იღებს ინსტრუქციას მოსკოვიდან, FSB-დან ვინმე ივანოვისა, რომელიც კარდა ხობს, რომ აი მორიგ-ჯერზე უნდა აგინოს მან, ასე მაგალითად რუსთავი 2-ის ეთერში ევროპის კავშირს. იმიტომ რომ ყურს გვაჩვევენ, კარგად უნდა ავხსნათ, არ არის გამორიცხული, აი უხეშად ავხსნი, გეგმა B2, დახრილი ხაზი კიდევ რაღაც CD1-3, დახრილი ხაზი 4-ის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ საბჭოთა კავშირის მინი მოდელზე, ან ერთგვარი მოდელით აღდგენაზე წავიდეს მოსკოვი და არც ის გამოირიცხება, რომ საქართველოს იმ მდგომარეობამდე მიიყვანონ, რომ საქართველო იძულებული იყოს, წინამძღოლ შემთხვევაში საერთოდ გაქრება რუკიდან, იძულებული იყოს შეუერთდეს რუსეთთან
რაღაც ერთიან სამეკავშირეო ხელშეკრულებას ნაკლებად სავარაუდოა? ხო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ამაზე დათანხმდება, მაგრამ თუ რომელიმე თქვენგანი მეტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს არ არის, ოღონდ საქართველოს მართავს, ამაზე წამსვლელი არ არის გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს რომელიმე თქვენგანი შეცდება. ხო და ჩემი ვერსიით ყურს გვაჩვევენ, რომ ამ სცენარით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში გითხრან დაახლოებით შემდეგი ქართულ საზოგადოებას, აი ევროპის კავშირი, რომელიც ჩვენი გაცილებით დიდი მტერია, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო და აი უსაფრთხოების გარანტიის მომცემი რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც ახლა თუ მაინც და მაინც სამეკავშირეო ხელშეკრულება არა, ერთგვარი სხვა ხელშეკრულება უფრო მჭიდრო ურთიერთობის თაობაზე უნდა გავაფორმოთ, თუ არ გვინდა, რომ დავკარგოთ აფხაზეთის სამუდამოდ, დავკარგოთ ცხინვალის რეგიონის სამუდამოდ, თუ არ გვინდა, რომ გაგვახომოსექსუალონ ან რა ვიცი, კათოლიციზმი მოგვახვიონ თავზე, პირობითად ვლაპარაკობ ცხადია. თუ არ გვინდა, რომ ევროკავშირმა დაგვიპყროს, ევროკავშირმა გაგვიუქმოს, ასე მაგალითად ლარი, პირობითად ვლაპარაკობ ისევ, შემოიღოს ჩვენთვის ევრო, შემოგვატანინოს ევრო, დაცვავარია ჩაგვითრიოს ომში და თუ ომი არ გვინდა, ამიტომ მჭიდრო ურთიერთობა უნდა გქონდეს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ეგრაბაგის პასუხია და არ შეგვიშლის ხელს ასე მაგალითად სამხრეთ ოსეთის თუ ანუ ცხინვალის რეგიონის თუ აფხაზეთის დაბრუნებაში ჩვენი ჭკვიანური პოლიტიკის შედეგად ბოდიშს თუ მოუხდით რუსეთის ფედერაციას, ამ შემთხვევაში ვინიცის და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობით და გამოყენებით პირობითად რაღაც 18 წლის შემდეგ ვინიცის და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაუბრუნდეს დედასამშობლოს, რაც რასაკვირველია, სიგიჟე და ტყუილია, 18 წელიწადი კი არა, 18 თვეც არა გვაქვს მეთქი, ასე ვიტყვი. თქვენის ნებართვით ამ 18 მომავალ წელიწად ნახევარში, ანუ რუსეთი გარკვეულზე მაღალი ალბათობით შეიერთებს ცხინვალის რეგიონს მინიმუმ და შეიძლება აფხაზეთსაც, იქ სხვა პრობლემებია რუსეთისათვის შექმნილი, მაგრამ იმასაც გადალახავს თუ მოინდომობს რუსეთი, იმ შემთხვევაში თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შეიერთებს და მოახდენს ანექსიას ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისა. ეს სხვა ვიდეო ბლოგის თემაა. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ გუშინ და ხვალ ზეგაც აუცილებლად ვილაპარაკებთ და ვისაუბრეთ თუმე სამ სიახლე გვექნება. ერთი სიახლე ამ ამბავში არის ის, რომ სანდო წყაროები კრემლიდან იტყობინებიან მედიის წარმომადგენლებისათვის, ამხელენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს სტატუს კვო, რომელიც ახლა არის ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, ანუ მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა აღიარება, გადახედოს ამ სტატუს კვოს და იფიქრობს უკვე იმაზე, რომ მინი მოდელის საბჭოთა კავშირის შექმნას და სამხრეთ ოსეთის პატარა პაწაწკინტელა ტერიტორია მიერთოს მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ისე თქვენ, რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია და მარცხზე განიცდის უკრაინასთან ომში, მას არათუ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ უკრაინის ტერიტორიის მიღმაც კი უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები უფეთქდება, სხვა შორის არა მხოლოდ პეტერბურგსა და მოსკოვში, რაც ძალიან მძიმეა რასაკვირველია მისთვის, არამედ სამხრეთითაც ხსენებულ ყირიმში, ხსენებულ კრასნოდარის ოლქში, სხვაგან და კიდევ ურალს იქით, რომ ვიცოდეთ მაინც, უკრაინა ფიტავს, აი გამოფიტვით ანგრევს რუსეთის იმპერიას, ყოველ შემთხვევაში ცდილობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყირიმიც მალე დაუბრუნდება უკრაინას და წითელ მოედანზეც ადრე იქნება თუ გვიან იბუთხებს და ჩამოვარდება ეს საოცარი ფრინავი ჩიტი, უპილოტო ფრინავი ჩიტი დრონი, რომელიც ვინიცის და მოხდება მავზოლეუმსაც კი მეთქი, ესეც თქვი. ხო და ამ დროს აი ამის გამო რომ სადღაც დაამტკიცოს რომ ის გამარჯვებულია, ამ დროს მოიხელთებს, მოიღლიავებს და შეიერთებს სამხრეთ ოსეთს ცხინვალის რეგიონს რუსეთი, მაგრამ ეს აკი გითხარით სხვა თემაა. საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი არის იმპერიული და ამ იმპერიულობას არ და არას დიდებით არ დაასრულებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირი არ აპირებს ევროკავშირიფიკაციის პოლიტიკას, აი რუსიფიკაციის პოლიტიკა კი მიმდინარეობდა საქართველოში 1801 წლიდან და ახლაც მიმდინარეობს ბიზნე ივანიშვილის წყალობით თუ გამოისრობით. ეკონომიკური დამოკიდებულების თვალსა და უკიდებლობის თვალსაზრისით ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში ჩვენ ეკონომიკურ, კულტურულ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს რასაკვირველია შევინარჩუნებთ და ვისარგებლებთ იმ უამრავი სიკეთით, რომელიც აქვს ევროკავშირს როგორც ერთიან სივრცეს, მათ შორის
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში თუ ამბავში ჩვენ გვჭირდება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ხოლო რუსები ან ქართულგვარიანი რუსები აღარ გავაგრძელებ ახლა ამ თემას, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას როგორც ასეთს ანგრევენ გელათი ყველაზე კარგი თვალსაჩინოებაა, ქართულგვარიანი რუსების დანგრეულია ის რაც საკმეველია, მონდომებისა და სწორი პოლიტიკის შემუშავების შემთხვევაში გელათის გადარჩენა შესაძლებელი იყო ახლა დღიდან დღემდე ჩვენ მივდივართ გელათის თქვენ ისნებართვით ასე ვიტყვი სრულ განადგურებამდე მეთქი შესაძლოა ოდნავზე მეტად გადავაჭარბე, მაგრამ ფაქტია, რომ გელათი ფართო საზოგადოებისათვის ღია აღარ არის და ქართული ოცნების პირობებში ღია არც იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი მაინც ეს არის, თუ საბჭოთა კავშირი ასეთი სამართლიანი და თანასწორი იყო, თანასწორი ქვეყნების გაერთიანება იყო, რატომ დასჭირდა რუსეთს 21 წლის ოკუპაცია, აი ნებით რატომ არ შეუერთდით მაშინ აი პირველი რესპუბლიკის დროს. რატომ ხრეყდნენ ადამიანებს 24-ში, 25-ში, 30-იან წლებში, რატომ გაანადგურეს ჩვენი ელიტა? თუ ელიტა მისკენ იყო, საბჭოთა კავშირის მომხრე იყო, თუ საზოგადოება მომხრე იყო, რა საჭირო იყო ამ რეპრესიების ჩატარება? რატომ იყო შიშის დანერგვა გარდაულა აუცილებელი? რატომ არ ბევდნენ 10 წლეულების განმავლობაში ქართველ სტუდენტებსა და დემონსტრანტებს? რატომ მოხდა 56 წელი და განსაკუთრებით 99 წლის 9 აპრილი და ბოლოს რატომ გამოაცხადა საბოლოო ჯამში პაპუაშვილმა, არა პაპუაშვილი რომ ყოფილიყო იმ უზენაეს საბჭოში ის გასაკვირველი არ მისცემდა ხმას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ეს ფაქტია, მაგრამ რატომ გამოაცხადა ზოგადად საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, ანუ პირველივე შესაძლებლობისთანავე. რადგან ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი არ იყო თავისუფალი სახელმწიფოების ოჯახი, ეს ერთობა, ეს იყო იმპერია, ბოროტების იმპერიად სახელდებული რეიგანის მიერ და საქართველოს ძალით იყო შეყვანილი, შეთრეული, ყველა უფლება დაკარგული ქვეყანა რესპუბლიკა იყო საქართველო. საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლა თავისუფალი ნერჩევანი არ ყოფილა ჩვენი იმჟამინდელი 100 წლის წინდელი საზოგადოებისა და არც ომში რუსების სასარგებლოდ ომში წასვლა არ ყოფილა ქართული საზოგადოების არჩევანი. მაგრამ აქ იგითხარით, რომ შალვა პაპუაშვილი, ბიზიდა ივანიშვილის და საკუთარი მოსკოველი კურატორების დავალებით ყურს აჩვევს ჩვენსას და აგრძელებს დასავლეთის გინებას და დასავლეთის გატოლებასაც აღარ აგრძელებს საბჭოთა კავშირთან. ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი უკეთესი იყო, ხოლო ევროკავშირი კი უარესია საბჭოთა კავშირზეო. ამით ამზადებენ ისინი რუსებთან ერთად სცენარს პირობითი ნომრით B2 რაღაცა დახრილი ხაზი, C1 4 3 კიდევ დახრილი ხაზი და 41 ამ კოდური სახელწოდებით, კოდური სახელწოდება უფრო ზუსტი რომ იყოს სხვაგვარი იქნებოდა, როგორ იქნება, როგორ დავიმორჩილოთ საქართველოს შალვა პაპუაშვილი უბრალოდ ერთი იარაღ დაგანია, რომელიც მოლდოვაზეც სისულელეს ამბობს რა, რომ აი მოლდოვა სუვერენიტეტს თმობსო რუმინეთის სასარგებლოდ და მე მინდა აგიხსნათ, რომ მოლდოვა არანაირ სუვერენიტეტს არ თმობს. მოლდოვა და რუმინეთი რეალურად არის ერთი სახელმწიფო. მოლდოვის მიერთების თაობაზე, რუმინეთში შესვლის დაბრუნების თაობაზე, რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე მიიღო კანონ პროექტიც კი და მინდა აგიხსნათ, რომ მოლდოვა რეალურად არის უხეშად ავხსნი იმერეთის რეგიონი, ან თუნდაც გურიის რეგიონი თლიანი რუმინეთისათვის. აი წარმოიდგინეთ, ეხლა გურია რომ იყოს დამოუკიდებელი, იმერეთი რომ იყოს დამოუკიდებელი და მიზესთა გამო, ისტორიული ხდომილებების გამო, ისტორიული ამბების გამო და დამოუკიდებელი რომ იყოს და იმერეთი რომ ითხოვდეს დედა საქართველოში დაბრუნება. სუსტად ეს მდგომარეობაა მოლდოვასთან მიმართებაში აგიხსნით, რატომაც კიდევ 3 წუთი უნდა გამიცნოთ. იმიტომ რომ დღევანდელი მოლდოვის უდიდესი ნაწილი ისტორიულად იყო ეგრეთ წოდებული კი არა რეგიონი, ასე ვიტყვი ბესარაბია, რუმინული მიწა, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რუმინულად ლაპარაკობდა და საკუთარ თავს რუმინელად მიიჩნევდა და მიიჩნევს. 1918 წელს ბესარაბია რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგომ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება და შეუერთდა რუმინეთს.
40 წელს 1940 წელია წარმოიდგინეთ აი ეს ის პერიოდია როდესაც ჯერ კიდევ არ არიან შეტაკებულნი ერთმანეთთან შუბლებით ჰიტლერი და სტალინი და ფორმდება ისი თქვენ 39-ში ფორმდება რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი და საიდუმლო შეთანხმები ამ პაქტის საიდუმლო შეთანხმებიც არსებობს საბჭოთა კავშირმა ბესარაბია ძალით წაართვა რუმინეთს ანუ სტალინმა ჰიტლერთან შეთანხმებით ბესარაბია გამოვართვა ან წაართვა რუმინეთს შემდეგ მოსკოვმა დაიწყო ახალი ეგრეთ წოდებული მოლდოვური იდენტობის შექმნა რათა მოსახლეობისთვის აეხსნა რომ ისინი რუმინელები არ არიან და დაეშორებინა ეგრეთ წოდებული მოლდოველები ან თუნდაც თქვათ მოლდოველები რუმინელებისაგან მოლდოველები დაეშორებინა რუმინეთისაგან შეცვალა ანბანი აქვე გეტყვით გადაწერა ისტორია და 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა ის ან იმგვარი brain washing-ი ტვინთა რეცხვა რუმინული არა მოლდოვური საზოგადოებისა ოღონდ ბოლომდე ეს ყველაფერი ასაკუთრებელია წარმატებით ვერ განხორციელდა შევადარებდი თუ გდებავთ ისეთი ტვინთა რეცხვა მიმდინარეობდა მოლდოვაში როგორი ტვინთა რეცხვაც მიმდინარეობს დღეს საქართველოში მათ შორის შალვა პაპუაშვილის მიერ მიმდინარეობდა 10 წლეულების განმავლობაში ჩვენთანაც და მათთანაც მოლდოვაში რუსიფიკაციის პროცესი აი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ შალვა პაპუაშვილი რუსის განცხადება რუსიფიკაციის პროცესი მიმდინარეობდა საქართველოში რუსების მიერ ორგანიზებული ევროპის მხარდაჭერა არ მიმდინარეობს ევროპის პრომოუტინგი არ მიმდინარეობს საქართველოში ასე გეტყვით არა სხვაგვარად უნდა ვთქვათ იძულებით ევროპელები გახდით თუ ეს პროცესი არ მიმდინარეობს საქართველოში ევროპის მხრიდან და არც მიმდინარეობდა არასოდეს ევროპიკაციის პროცესი დავარქვით ჩვენ ამას უკვე შემდგომ რუმინეთთან მიმართებაში და მოლდოვასთან მიმართებაში ვითარება შეიცვალა მოლდოვის სახელმწიფო ენა დღეს არის ოფიციალურად არის რუმინული ხოლო მოლდოველები და რუმინელები ანუ იმერლები და ქართლელები ასე ვიტყვი საერთო ისტორიას საერთო კულტურას ენასა და ეთნიკურ ფესვებს ფლობენ იზიარებენ საერთო მომავალი აქვს ასე ხედავენ ამიტომ როდესაც ბევრი ამბობს რომ მოლდოვა არის რუმინეთი და მაგალითად ამბობს პრეზიდენტი სანდუ ისინი გულისხმობენ არა თანამედროვე სახელმწიფოს საზღვრების გაუქმებას მაინც და მაინც თუმცა არც ეს არ არის გამორიცხული არამედ იმ ისტორიულ ფაქტს რომ მოლდოველები და რუმინელები არსებითად ერთი ხალხია და თუ ისინი გაერთიანდებიან ანუ იმერეთი მოლდოვა შევა დანარჩენ საქართველოში ანუ დანარჩენ რუმინეთში ხო ეს სულაც არ იქნება კარგი არ იქნება ცუდი და იქნება ძალიან კარგი ორივესთვის ამით საბოლოოდ მოიხსნება სხვათა შორის მოლდოვის დღევანდელი მოლდოვის ევროკავშირში შესვლის პროცედურული საკითხებიც კი სხვაგვარად ავხსნი თუ გერმანია იყო გაყოფილი ბერლინის კედლით ზუსტად ასევეა გაყოფილი მოცემულ ეტაპზე ერთიანი რუმინეთი მაგრამ ეს შალვა პაპუაშვილს ხომ არ აინტერესებს შალვა პაპუაშვილისთვის ხომ თავარია ქინება უკრაინისა მოლდოვისა რუსეთის წინააღმდეგ წასული ნებისმიერი ქვეყნისა ნებისმიერი სივრცისა ნებისმიერი გაერთიანებისა ნებისმიერი პოლიტიკოსისა დიპლომატისა ელჩისა თუ ქართველისა რომელიც უპირისპირდება რუსეთის იმპერიას და ერთიც და ბოლო ნაწილიც რაც არ უნდა ილაპარაკოს შალვა პაპუაშვილმა რაც არ უნდა თქვას მომავალში ის ვერ გააუქმებს ტექნიკურად ვერ გააუქმებს კონსტიტუციის 78 მოხს ჩვენ არ ვაპირებდით ამგვარ ევროკავშირში შესვლას რომელიც ხმის უფლებებს შეგვიზღუდავდა ეს რომ თქვას პრინციპში უკვე თქვა და გაიმეოროს 10 ჯერ უარესი რომ თქვას ივანოვმა თუ პეტროვმა ქართულ ენაზე მართლაც რომ გამოგზავნოს ინსტრუქცია რომ ეს თქვის სიტყვით შალვაია და ეს გაიმეორე მე 3 საათზე და მე 6 საათზე და მე საღამოს 9 საათზე ასე მაგალითად იმედის ეთერშიო პაპუაშვილს რომ აღყვეს და ჩახყვეს პოლიტიკურ საფლავში კობახიძე ან ნებისმიერი დეპუტატი ისინი პრინციპში მაინც ერთნი არიან და ერთ პოლიტიკურ საფლავს ითხრიან 78 მუხლს ისინი ვერ აუქმებენ მესმის რომ არ მისდევენ და არ ღებევენ მაგრამ კონსტიტუციაში მაინც წერია რუსები ითხოვენ 78 მუხლის გაუქმებას
არ აინტერესებთ როგორ უნდა მოახერხოს ეს, როგორ მოახერხებს ამას ქართული იგივ რუსული ხელისუფლება, ქართული იგივ русული ოცნება. Надо как-нибудь изъять, როგორ უნდა იღოთ 78 параграф вашей конституции, поменять, ხო изменить. უნდა შეცვალოთ ან სხვა რედაქციით ჩამოაყალიბოთ. ეს არის მოსკოვის მოთხოვნა, ოღონდ ამას პაპუაშვილი ვერაფრით და ვერასდიდებით ვერ იზამს. რაც შეეხება გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ, ხო, პაპუაშვილს, ივანიშვილს უფრო ზუსტი რომ იყო, გეგმა 2, გეგმა ნომერი 2, დახრილი ხაზი 4, 17 რაღაცა, კიდე დახრილი ხაზი 41-ის თანახმად, ჩვენ რაღაცა ისეთი ურთიერთობები უნდა გავაფორმოთ რუსეთთან, როგორებიც აქამდე არ გქონია, მათ შორის ანტიტერორისტული საერთო ცენტრები უნდა გაკეთდეს ამ ტურბულენციის პირობებში რუსებს რამდენადაც ცნობილია და პრინციპში ღია წყაროებში იწერებოდა ამასთან დაკავშირებით, უნდათ საქართველოსთან ერთად, უნდათ პარტნიორებთან ერთად, ასე უნდა თქვა, ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრები. რომ ვიცოდეთ მაინც, ამ შემთხვევაში რუსები საქართველოში მყოფ ახალგაზრდებს, ასაკით 18-დან 25-27 წლამდე წაასხამენ, ანუ გააგზავნიან, ანუ გაუშვებენ ამ ერთობლივ ანტიტერორისტულ ცენტრებში და მე თითოეულ მათგანს კოლექტიურად, ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად ადურთინებენ თავს მომავალ იმომებში, რომელიც რუსეთს გადარჩენის შემთხვევაში, ეხლა თუ გადაურჩება, ეხლა თუ შეინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას, აუცილებლად ელის, მოდი ვიტყვი ასე, დღეიდან და 3 წელიწადში, დღეიდან და 5 წელიწადში. და ოფიციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალების, არა, საქართველოს ახალგაზრდების დაფიქსირება რუსეთის სასარგებლოდ მომავალ ომებში რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება, იმიტომ რომ რუსეთი კვლავაც ცდილობს და მომავალშიც ეცდება შექმნას ეს მითი თუ ნარატივი იმის თაობაზე, რომ мы всё-таки ეზირი ჩვენ საბოლოო ჯამში მაინც ერთნი ვართ, ოღონდ რაც ჩემი, ანუ რაც მისია, ის უკვე მისია. ცხინვალის რეგიონი უნდა შერჩეს. აფხაზეთი უნდა შერჩეს, ანუ დათმობაზე ის არც უნდა წამოვიდეს. ხოლო შალვა პაპუაშვილი რასაც ამბობს, საპირისპირო, აი ანტონიმები მოიფიქრეთ, საპირისპირო აზრები განავითარეთ და ეს საპირისპირო აზრებია სწორედაც რომ სიმართლე. ნახვამდის.